დღეს გვაქვს ნადიკვარზე უკვე სხვა სახის ვორქშოპები, გუშინ მქონდა კერამიკა ძირითადად და დღეს გვაქვს წარმოდგენილი მეფუტკრედი. ეს ამეფუტკრეებთან ჩვენ ვითანამშრომლეთ უკვე მაისში ქონდა პირველი ვორქშოპი, სადაც მუშაობდით ცოტა პროდუქტის ბრენდირებაზე, შეფუთვაზე და დღეს უკვე შედეგად შექმნილი პროდუქცია არის წარმოდგენილი. გაყიდვაც არის პრინციპში ამ პროდუქციის, ხვალაც მიიღებენ საავადმყოფო და პარალელურად გვაქვს შეფუთვის ვორქშოპი. ანუ ყველა მსურველს, ვისაც თქვათ არ გაუულია მსგავსი ანალოგური ტრეინინგი ან არ გაუკეთებია რაღაცა ეგეთი, აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა რაღაცა კონკრეტული რეკომენდაციები მიიღოს და შესაბამისად მე უკვე თავის პროდუქტებს თვითონ გამოცდეთ. ჩვენ დავიწყეთ ეს ტრეინინგები შემოდგომაზე შარშან და ულუჟენის დახმარებით შევაკრიბეთ მეფუტკრეები, რომელსაც ჰქონდა თავიანთი წარმოება და აქვთ არაჩვეულებრივი პროდუქტი, თვითონ თავისთავად თაფლი და მალამოები, სახის გამწმენდები, დინგელზე დამზადებული. და ჰქონდა სერიოზული პრობლემა ამ ადამიანებს, იმიტომ რომ არ იცოდნენ როგორ წარმოედგინათ ეს პროდუქტი ბაზარზე. და ნუ რა თქმა უნდა გაყიდვების თვალსაზრისითაც აქვს პრობლემები და გადავწყვიტეთ რომ დავეხმაროთ ამ კუთხით, ჩაუტარეთ ტრეინინგი ბრენდინგში და შეფუთვაში და პრინციპში დავარწმუნეთ იმაში, რომ აუცილებელია შექმნან საკუთარი ლეიბლი, საკუთარი ბრენდი და როგორც ხარისხიანი პროდუქტი, ანუ ორგანული პროდუქტი გაყიდონ თავიანთი ბრენდის ქვეშ და სხვათა შორის ძალიან მონდომებულები იყვნენ ეს ქალბატონები და ყველამ თითქმის ჩვენი რჩევები გაითვალისწინა და დღეს უკვე აქვთ სულ სხვა სახით კრავის პროდუქტი წარმოდგენილი. თიხის ქოთნებში დაბეჭდილი აქვთ თავიანთი ლოგოები, რომლებიც დაადეს თავიანთ პროდუქტს, თავიანთი ბარათები გააკეთეს, რომელზეც აღწერეს თავიანთი პროდუქტი, რომ ეს არის ნატურალური და რა სარგებლობა აქვს ზოგადად. და ვიცი, მე მგონი რომ ძალიან წარმატებული იყო. საინტერესო იყო მათთვის. აი ამ ყველაფრის რეალიზება, აი ამ იცით რა თქმა უნდა, ხო, ამ ადამიანებს ჭირდება თავიანთი პროდუქტის რეალიზება და ესენი როგორ წარმოადგენენ პროდუქტს ბაზარზე, უკვე აი ამაში დავეხმარეთ ჩვენ როგორ ჯობია რომ წარმოადგენენ ბაზარზე თავიანთი პროდუქტი. ეს ფუტკარიც იქნება.